4 თებერვალი მოგეხსენებათ, რომ კიბოს ცნობიერების ამაღლების დღეა და ზოგადად ეს თვე დაეთმობა ამ დაავადებაზე საუბარს და სწორედ აი ამ ცნობიერების ამაღლებას. რასაკვირველია 21 საუკუნის მედიცინა გვეუბნება, რომ კიბო არ არის განაჩენი და რასაკვირველია შეგვიძლია მისი დამარცხება და მისთვის ადრეული დიაგნოსტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია და ის არ არის მხოლოდ დიაგნოზი, ხო, ეს არის რაღაც ესეთი პროცესი, გზა, რომელიც გამოჯამრთელებამდე, ასე ვთქვათ, რომელიც უნდა გაიაროს ადამიანმა და აი ამ გზის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც მენტალური სიძლიერე. ერთ-ერთი, გადამწყვეტი როლი უკავია, ასე ვთქვათ. ჩვენ ორი განსხვავებული კუთხით შევხედავთ ამ პრობლემას და ვისაუბრებთ მასზე ჩვენ სტუმრებთან ერთად და მოდით წარვადგინოთ ისინი. ეს გახლავთ კლინიკური ონკოლოგი თაკო ესაკია და ასევე წარმოგიდგენთ ონკო საზოგადოება ჰოუფის პრეზიდენტს ევროპა დონა საქართველოს საბჭოს წევრს ფსიქოკონსულტანტს ხათუნა ჭინჭარაშვილს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ხართ და როგორც ვიცით ეს გზაც ქალბატონ ხათუნას თავად აქვს გავლილი, რომელზეც ვისაუბრებთ გადაცემის მანძილზე. პირველი შეკითხვა ექიმს. ხო, რა თქმა უნდა. თაკო, ესეთი შეკითხვაა, რომ როდესაც სიმსივნეებზე გვაქვს საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და საერთოდ პრევენცია. აი ამ ბოლო პერიოდში დროულმა დიაგნოსტიკამ და პრევენციამ სტატისტიკურად როგორ შეცვალა სურათი? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ძალიან მიხარია, რომ ამ თემას დაუთმეთ ეთერი, იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და ჯერ კიდევ არის ის სტიგმები, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის, რომ ცნობადობა ავამაღლოთ სიმსივნეებთან დაკავშირებით. და სწორედ ეს სტიგმაც არის ერთ-ერთი ის, რომ რაც პაციენტებს ხელს უშლის დროულად მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ თუნდაც სკრინინგული გამოკვლევები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ სიმსივნეები, რაც შესაბამისად საბოლოო ჯამში დაკავშირებულია უკეთეს გამოსავალთან და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მივახციოთ გამოჯამრთელებაც კი ან ხანგრძლივი რემისია. რაც შეეხება პრევენციას, სიმსივნის პრევენცია დაკავშირებულია მაინც იმ ზოგად რჩევებთან, რომელიც შესაძლებელია რომ მივცეთ სხვა დარგის ექიმებმაც კი, როგორც არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესის შემცირება, ასევე არსებობს ვაქცინები, რომელიც ხელს გვიწყობს რომ შევამციროთ სიმსივნით დაავადება, მაგალითად პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც საშუალო სნოსყელის, თავკისრის და სხვა სიმსივნეების განვითარებისგან გვიცავს. პრევენციული მოქმედებები რამდენად პროცენტულად გვიმცირებს სიმსივნეებს, ამის შესახებ მე მონაცემები არ მაქვს სამწუხაროდ. ეს მაინც ესეთი ფართო და ზოგადი ცნება არის, მაგრამ რაც შეეხება ადრეულ დიაგნოსტიკას, რასაკვირველია, ადრეული დიაგნოსტიკა გვაძლევს გადარჩენის გაცილებით უკეთეს მაჩვენებელს და ჩვენივე პრაქტიკაში ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომელთა დიაგნოსტირება ხდება ადრეულ სტადიაზე, გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ. აი რომ ჩამოთვალოთ მაინც ის კვლევები, ხო, სკრინინგზე როცა ვსაუბრობთ, აი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევები, რომელიც გვაძლევს სწორედ აი ამ კარგ შედეგს საბოლოო ჯამში. არსებობს სკრინინგული პროგრამები, მათ შორის საქართველოშიც ხელმისაწვდომია და არის უფასო. ეს არის ძუძუს კიბოს სკრინინგი, რომელიც ძირითადად მამოგრაფიული და ძუძუს ულტრაბგერით კვლევას გულისხმობს. ასევე საშუალო სნოსყელის სკრინინგი არსებობს, რომელიც საკმაოდ ადრეული ასაკიდან 25 წლის ასაკიდან არის ხელმისაწვდომი საქართველოში. აქ პაპილომავირუსზე ხდება გამოკვლევა და პაპ ტესტის ჩატარება.
ასევე ქალებსა და მამაკაცებში 50 წლიდან არსებობს ნაწლავის სიმსივნის სკრინინგ პროგრამა, რომელიც იკვლევს განავლის ანალიზს ფარულ სისხლდენაზე და პროსტატის სიმსივნის სკრინინგ პროგრამა, რომელიც პროსტატსპეციფიურ ანტიგენს სისხლის ანალიზია ნახულობს. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ძალიან დაბალი არის სკრინინგის პროგრამებში მიმართვიანობა. შედარებით ბოლო წლებში გაუმჯობესდა ძუძუს კიბოსკრინინგის მიმართვიანობა და შესაბამისად უფრო მეტი პაციენტი გვყავს, ვისაც ადრეულ სტადიაზე დაუდასტურდა ძუძუს სიმსივნე და შესაბამისად გამოჯამთელდნენ. რაც შეეხება სხვა სკრინინგ პროგრამებს, ალბათ ცნობადობა ნაკლები არის, ალბათ ისევ არის სტიგმასთან დაკავშირებული და შედარებით უფრო ნაკლებია მიმართვიანობა. თუმცა მე მინდა რომ ვუთხრა საზოგადოებას, რომ სკრინინგულ კვლევაზე უნდა მივიდეთ უსიმპტომო პაციენტები. იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ დაავადება მანამ სანამ სიმპტომს მოგცემს. და მე მესმის, რომ ეს ძალიან რთული არის ფსიქოლოგიურად, თუნდაც კვლევაზე მისვლა, სადაც შეიძლება ეს დიაგნოზი დაგისვან. მაგრამ თუ ჩვენ ეს დიაგნოზი გვაქვს, ჯობია ვიცოდეთ ადრეულ სტადიაზე, სანამ გვაქვს გამოჯამრთელების შანსი. გასაკვირველია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ სკრინინგ პროგრამებს მიმართოთ, მით უმეტეს უფასო არის. და თან ახლა რა დასამალია და სამწუხაროდ ჩვენი სანიტარული განათლება საკმაოდ სავალალო დონეზეა საქართველოში. ქართულ სამწუხაროდ ურჩევნია, რომ მანქანას რო დაამტვროს სიმწუჩივე გააკეთოს და ექიმთან მისვლას გადადებს და გადადებს. მაინც ახლა თქვენ კი ბრძანეთ, მაგრამ ეს წითელი ალმები როდის უნდა ავაფრიალოთ და როდის უნდა გამოჩნდეს, იმიტომ რომ თქვენ თქმის არ იყოს ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ეს დაავადება, როგორც არის სიმსივნური დაავადებები. დიახ, სიმსივნური დაავადებების ერთ-ერთი სივერაგე არის სწორედ ის, რომ ძალიან ხანგრძლივად შესაძლებელია უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. რაც შეეხება სიმპტომებს, რომელზეც შესაძლებელია, რომ ესე ვთქვათ, ავანთოთ წითელი შუქი, ეს არის მაინც ძალიან ზოგადი სიმპტომები. მაგალითად, გახანგრძლივებული ტკივილი ნებისმიერ არეში, გახანგრძლივებული ხველა, წონაში უმიზეზოდ კლება, ასევე რაც ვიზუალურად შეიძლება დავინახოთ კანზე ცვლილებები, ხალის ზომაში შეცვლა, სტრუქტურის შეცვლა, ასევე კერდის ასიმეტრია, კერდის კანის შეცვლა, ან რაიმე გამობურცულობის, ესე ვთქვათ, კვანძის არსებობა, კერდის ან თუნდაც კისრის არეში, იღლიის არეში, საზარდულის არეში, აი რაღაც კვანძების არსებობა, რომელიც ამოზნექილი არის სადა ზედაპირიდან. ასევე სისხლიანი გამონადენიან სისხლდენა, ესეც ესე ვთქვათ აუცილებლად განგაში უნდა ჩავრთოთ და მივმართოთ ექიმს. თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სიმსივნის დიაგნოზი დაისმება, მაგრამ ექიმს და სპეციალისტს აუცილებლად უნდა მივმართოთ ამ შემთხვევაში. აი დღეს ზუსტად ის დღეა, მე მივმართავ მოსახლეობას, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ავტეხოთ განგაში იმაზე, რომ დროულად მოხდეს დიაგნოსტირება. ამისათვის არ არის აუცილებელი, რომ რაღაცამ შეგვაწუხოს. წელიწადში ორჯერ მაინც ყველა კულტურული ადამიანი, ვინც თავის პატივსცემს, ვალდებულია მივიდეს ექიმთან. გასაკვირველია და ცოტა სხვა რაკურსითაც გვინდა, რა თქმა უნდა, განვიხილოთ მედიცინის კუთხით, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლები მნიშვნელოვანია ჩვენი მენტალობა იმ მდგომარეობაში, როცა ვართ და გვინდა ისევ წარმოგადგენთ, ესე იგი, ონკოსაზოგადოება HOPE-ის პრეზიდენტი, ევროპა დონა საქართველოს საბჭოს წევრი, ფსიქოკონსულტანტი ხათუნა ჭინჭარაშვილი და სხვათა შორის აქვე ვეტყვით ჩვენს მაყურებელს, რომ 12 საათზე დღეს 12 საათზე თბილისის მერიოჩი კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება, სადაც პეტიცია იქნება წარმოდგენილი, ხო, მოთხოვნით, რომ ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსება დაიწყოს და ასევე იმ მედიკამენტებზე, იმ ინოვაციურ მედიკამენტებზე, ხო, როგორც ხვდები, რომ ჩაერთოს იმ სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც აფინანსებს მედიკამენტებს. ხო, რატომ გახდა აი ამ პეტიციის შექმნა საჭირო?
დილამშვიდობის მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მართლა ძალიან კარგი კითხვაა, რატომ გახდა პეტიციის შექმნა საჭირო. დღეს მართლა მნიშვნელოვანი დღე არა მარტო იმიტომ, რომ ცნობიერების ამაღლების დღე არის კიბოსთან მიმართებაში და ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით, რომ ბევრი რამ ვიცოდეთ კიბოს შესახებ. თუმცა ეს დღე არის კიდე სიმბოლურად იმის დამადასტურებელი, რომ ამ დღეს თითქოს უნდა გავჩერდეთ და რაღაცნაირად ჩვენი პოზიციები კიბოსთან მიმართებაში მთელმა მსოფლიომ შევაფასოთ. და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს თქმა, რომ კიბო განაჩენი არ არის, მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიბო არ იყოს განაჩენი და აი ამ პოზიციების შეფასების დროს ჩვენ საქართველოს სად ვართ აი ამ დიდ ასე ვთქვათ მოცემულობაში. და ის არის აი რეფლექსიის დროს მნიშვნელოვანი არის ის, რომ შევაფასოთ რა გვაქვს და ჩვენ აქ ვისაუბრეთ უკვე ამ ადრეულ სიმპტომებზე, სკრინინგზე, რომელიც ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა, თუმცა ადრეული დიაგნოსტირება ამ ეტაპზე ჩვენთვის ისევ ესეთ სავალალო მდგომარეობას წარმოადგენს და სისტემურ ხარვეს, იმიტომ რომ ეს არ ფინანსდება. და ხდება ეს, როდესაც ადამიანი მივა სკრინინგზე და ვთქვათ, ჯანმრთელი ადამიანი, როგორც ვთქვით, მივა სკრინინგზე და ვთქვათ, რაღაცა საეჭვოა, იქ უნდა ჩატარდეს კიდევ უამრავი კვლევა იმისთვის, რომ დადასტურდეს, ანუ განისაზღვროს მკურნალობის შემდგომი, ასე ვთქვათ, გზები გამოიკვეთოს და აი ამ შემთხვევაში, კი ბატონო, ჩვენ უკვე ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, რომ ეს არ ფინანსდება და ძალიან ხშირად პაციენტი ვეღარ მიდის მკურნალობამდე ფინანსების არ ქონის გამო. შემდეგი ეტაპი, აი ეს არის პირველი მოთხოვნა ჩვენი პეტიციის, რომ აუცილებლად ფინანსდებოდეს სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში ადრეული დიაგნოსტირება. შემდგომი ეტაპი უკვე მკურნალობის პროცესში, აქაც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, იმიტომ რომ უამრავი მედიკამენტი 95%-ში მკურნალობა ფინანსდება და ხელმისაწვდომია ეს უკვე, მაგრამ ისეთი ინოვაციური მედიკამენტები, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში, ტიპებში ასევე საცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისევ პროგრამის მიღმაა დარჩენილი. და ეს ხარვეზებიც ბუნებრივია, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამოივსოს. ამის შემდგომ ეს კიბოს მკურნალობა ხო რაღაც ეს ჯაჭვურად გადაბმული რაღაც რგოლებისგან შედგება. ამის შემდგომ არის უკვე მონიტორინგი, რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს რეკონსტრუქციასაც, აი მაგალითად ძუძუს შემთხვევაში ეს პროთეზირება, იგივე რაც აუცილებელია, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, რომელიც აუცილებელია. ასევე ისეთი ტიპის გართულებების მართვა, რაც შეიძლება მკურნალობამ გამოიწვია, მაგალითად ლიმფედემა, რომელიც ძალიან აფუჭებს ცხოვრების ხარისხს. და რეალურად ამ ყველაფრის შევსება იქნება ის, რომ ეს იყოს უწყვეტი მკურნალობა, ანუ სრული ციკლი ჩატარდეს და სრულად მიიღო მკურნალობა. გალბატონო ხათუნა, თქვენ გაიარეთ მთელი ეს გზა, რომელსაც პაციენტები გადიან და ახლა თქვენ ხართ უკვე ფსიქოკონსულტანტი. აი რა მნიშვნელობა აქვს, რა როლი ეკისრება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ამ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს პაციენტისათვის. ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემა იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს ჩვენ არასდროს არ გვაქვს ხოლმე უფლება რაღაცნაირად რომ ვისაუბროთ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე. თითქოს ყოველთვის ყველაფერი უფრო ამაზე პრიორიტეტულია. და ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად გვაჩვენებს საჭიროებას, რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოსოციალური მხარდაჭერა ონკოპაციენტისთვის. მე ძალიან მიყვარს იმის თქმა, რომ ჩემი ერთ-ერთი სოციალური როლი სწორედ ის არის, რომ მე ონკოპაციენტი ვარ თავად და ჩემი ორგანიზაციების HOPE-ის და ევროპადონას არაჩვეულებრივობა სწორედ ის არის, რომ ამ ორგანიზაციის ყველა წევრი თავად არის ონკოპაციენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რას გადის ონკოპაციენტი და ჩვენ თუ არა ვინ იცის ის საჭიროება და მნიშვნელოვნება, რასაც ფსიქოსოციალური მხარდაჭერა ქვია. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე უფრო მიუხედავი, ასე ვიტყოთ, იმიტომ რომ ეს სადღაცას ყოველთვის თითქოს სადღაცას შემონახულია. ძალიან დიდი მადლობა. დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ, თქვენ კი ჯანმრთელობა, თქვენს კოლეგებს და დიდი ხნის კიდევ არაერთხელ მიუბრუნდებით ამ თემას. რა თქმა უნდა და მესმად და ყველას თქვენ გისურვებთ ჯანმრთელობას, გალბატონებო და ბატონებო.